მოგესალმებით, დადგა Fashion Live-ის დროც ჩვენ ახლა ვიმყოფებით სილამაზის სალონ La Perla-ში, სადაც best models-ის გოგონები ემზადებიან დღევანდელი საღამოსთვის. გამარჯობა, როგორ ხარ? რა ხდება დღევანდელ საღამოზე ცოტა რომ გავისაუბროთ. ესე იგი, დღეს სპორტ კაფეში სამოდელო სააგენტო Best Models-ის გოგონები გამართავენ ჩვენებას. ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მაღაზიის კოლექციას წარადგენენ. სწორედ ამის გამო დღეს გსტუმრობს სალონი La Perla, რომელიც მდებარეობს ტანინის სამში. ჩვენი ლამაზი გოგონები უფრო უნდა გაალამაზოს და დიდი იმედი მაქვს, რომ ლამაზები და კარგები, ესე ყველაფერი კარგად ჩაივლის. მე უკვე თითქმის ნახევრად გაფრანჭული და გალამაზებული გოგონები ნახე და მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებიან და მე საკუთარ თავზეც გამოვცდი, შევამოწმებ La Perla-ს. რა თქმა უნდა, ნახოთ, როგორ გამალამაზებენ. საუბროთ მოდელს, რომელიც შეუცვლელი არის და Best Models-ის ყველა ჩვენებაზე აქტიურად იღებს მონაწილეობას. ეს არის აურელია ჩებანი და ნახოთ თუ როგორ გრძნობს საქართველოში, მშობლიურ ქალაქში ჩვენებაზე თავს. აურელია, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ გრძნობ თავს? არაჩვეულებრივად. მოდი მე შენ მითხარი, საქართველოში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს ჩვენებრის დროს და თუნდაც ვიზაჟის დროს, წინა მოსამზადებელ პერიოდში თუ საზღვარგარეთ? ნუ რა თქმა უნდა, სამშობლოში ეს პირველ რიგში უფრო კარგად გრძნობს ადამიანი თავს, სადაც დაიბადა, გაიზარდა. ნუ ალბათ ესე ყველა მხარეს თავისი დადებითი თვისებები გააჩნია და ჩემი აზრით უფრო საქართველოში რა თქმა უნდა, ჩემი სამშობლოში. მაგრამ ძალიან კარგად გრძნობ თავს საზღვარგარეთაც. მე ამას ველოდი, რომ საქართველოს სიტყვა და ზუსტად ეს არის ერთგულება და სამშობლოს სიყვარული. გოგონებო, თქვენთან დავჯდებით 2 წუთით და რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ. მე როგორც ვიცი, უამრავი სტუმარი ესწრება დღევანდელ ჩვენებას და მაინტერესებს ხომ არ ღელავთ? ცოტათი კი ვღელავთ. მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ძალიან ლამაზები ხართ, სულ ყველანი და როგორი შეგრძნებაა ჩვენება, რომ იცი, რომ ჩვენებაზე უნდა გამოხვიდე. ცოტას ვნევრულობთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. იმედი მაქვს, არა, აუცილებლად ყველაფერი კარგად ჩაივლის. კარგი იქნება ჩვენს ქალაქში, თუ ხშირად იქნება მსგავსი ღონისძიებები, ჩვენებები, კონცერტები, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ქალაქი მოკლებულია მსგავს ღონისძიებებს და ვუსურვოთ გოგონებს წარმატება. ჩვენც მოვედით სპორტ კაფეში, რა თქმა უნდა დავესწროთ ჩვენებას. ნახოთ თუ როგორ მოემზადნენ გოგონები და რა საღამო დაგვხდება წინ. მე კი, როგორც შეგპირდით, სილამაზის სალონი La Perla გამალამაზა. წავიდეთ ეხლა და ვნახოთ გოგონები როგორ ემზადებიან დღევანდელი საღამოსთვის, მაგრამ სანამ ჩვენ გოგონებს ვნახავთ თუ რას აკეთებენ და როგორ ლამაზდებიან, მე სიურპრიზი დამხვდა აქ და ჩემი თანაწამყვანი, პოზიტივის წამყვანი გიორგი მეტონიძე დამხვდა. სულ ფიქრობდი ხოლმე საღამოს საათებში ძალიან ისე დადიოდა და აი თურმე რას აკეთებს. გიორგი, შეც პოდიუმზე გამოდი. მოგესალმებით პირველ რიგში, არა, ჩემო თანაწამყვანო გეტყოდი. ესე იგი. არა და რატომღაც ახლა მეგონა ისე არის გამოწყობილი, რომ რაღაცა სამოსი უნდა აჩვენოს მე. რატო არის გამოწყობილი? დღეს არის სამოდელო სააგენტო Best Models-ის ჩვენება, სადაც ვარ წამყვანი და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ საინტერესო ჩაივლის და ჩემთვის, ასე რომ ვთქვათ, ამ სფეროში რაღაც ეს წამყვანის ამპლუაში ყოფნა პირველი არის და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იქნება. მე იმედი მაქვს წარმატებულად ჩაივლის დღევანდელი საღამო, წარმატებებს გისურვებ, აქ ვარ და თვალყურს გადევნებ, აუცილებლად შეგეხმიანები. მე სანამ გიორგისთან საუბრობდი და გავარკვიე თუ რატომ არის გიორგი მეტონიძე ეხლა ამ დარბაზში, თვალი მოვკარი, მომღერა მელანო ფისაძეს და მელანოს მინდა მივესალმო და თან მინდა გითხრა მელანო, რომ დიდი ხანი არსად არ მინახი ხარ და ფიქრობ, რომ დღეს მღერი, ხო?
მოგესალმებით პირველ რიგში სოფო ახალკაც მოვახსენებ მადლობას მოწვევისათვის. ძალიან მადლობელი ვარ რომ დღეს მივიღებ ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას და დღეს ვიმღერებ სავარაუდოდ ორ სიმღერას. შევთავაზებ ჩვენს მსმენელს. მე ვფიქრობ რომ მაყურებელს და შენს მსმენელს მოენატრა შენი ნამღერი. ბოლოს თუ არ ვცდები ახალ ხმაში გიხილე მე პირადად და გელოდები აბა წარმატებებს გისურვებ. ძალიან ლამაზად დასრულდა დღევანდელი საღამო. არაჩვეულებრივად წარმოადგინეს გოგონებმა Fashion Ladies სამოსი. ვფიქრობ, რომ გორელი მოსახლეობაც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. მე დავემშვიდობები Fashion Live-ის მაყურებელს, თქვენთან ერთად დღეს მედეა იყო.